და მივიდე და გადავაგდო. ამოვათრიოთ იქიდან საიდანაც არიან და გადავაგდოთ რა. ვახ ეგ გავაგებინა ეგენი სად არიან ხალხი რო იკრიბება. კარგი ძალიან დიდი მადლობა და დიდი მადლობა და რას ვიქცოთ ბატონო ამას რა ხდება ჩვენს თავს არა ამ ეთერში რა ხდება მაყურებლები სოციოლოგიურად როგორ არის ახლა ეს არის ზავები 30 მაყურებლებზე შემოვიდა და ვერცერთმა მათგანმა ვერ მიცე უპირატესობა ოპოზიციას 30-ით 0 მოვიგეთ აქ აშკარად დარღვეული იყო გენდერული ბალანსი იქ წავაგეთ მაგრამ საღამოგი არა ღამის როგორც კი ჭრა იყო იქ 250 SMS-ი მოვიდა 95% არის ხელისუფლება 2% არის ორივე ანუ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც და 3% არის ოპოზიცია რო ისე ამას 3% რო კონდეთ უკვე კარგად იქნება თქვენი საქმე ეგ ვიცით ეგ უკვე ბატონ სოსოს ჩანიშნული აქვს რომ დაახლოებით 30-მა მაყურებელმა დარეკა და 30-ით 0-ს ვიგებ ერთი არ ვიცი კი იყო მაგრამ მე ჩვენსკენ გადმოიხარე ჩვენსკენ მეორე უფრო მეტად ინტრიგნული თემა გავაგრძელოთ ზვიგნევ ბჟეზინსკის განცხადება Financial Times-ში რომელიც იძახის რომ ამერიკულმა მხარემ უნდა გააკეთოს ესეთი განცხადება რომ უკრაინაზე და ნატომ უკრაინაზე და საქართველოს ითქვას უარი რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში იმიტომ რომ რუსეთმა თავის იმპერიალისტურ ზაფხულს დაანებოს თავად და ზეწოლას საქართველოს და ზეწოლა საქართველოზე უკრაინაზე და ასე შემდეგ საერთოდ ზეწოლას იმას მისი ბევრი საქმეები აქვს მოსაგვარებელი და ასე შემდეგ ეს უფრო მიცემს თქვა საქართველოს განვითარების დემოკრატიის და მეც საშუალებებს ბატონო რამაც თქვენგან დავიწყოთ მაგ თემაზე გუშინ თამონასთან აგერ თქვენთან სხვა გადაცემაში გქონდა აგრეთვე მოგეხსენება ესეთი თემა იყო და თვალში საცემი იყო ის რომ ეს აზრი თითქმის ერთ-ერთზე ემთხვევა დუგინის აზრს წერებენ დუგინი რო არის რუსული მესიანიზმის დღევანდელი მამა იმან ჟეჟინსკის თუ თამუნასი შენ თამუნასი მაგას დაგარცე ესა იმან თქვა რომ თუკი რუსეთი დაუწყებს ჭიდაობას ამერიკა მაშინ რუსეთი თბილისში და შემოვა და დაშლის საერთოდ საქართველოს ნაწილებად და ასე შემდეგ თუ არა დავიპოვეთ საერთო ენას ამერიკასთან მაშინ არა ისე რომ პრაქტიკულად საქართველოსზე დარტყმა არის ამერიკისთვის დარტყმის რა მე მინდა უბრალოდ დავაკონკრეტო ესე იგი რა გამოდის აქედან რომ ნატოზე უარი პრაქტიკულად რაღაცა ნატო ერთ-ერთი დროის განმავლობაში გადაარჩენ საქართველოს დაშლისგან და რუსული აგრესიისგან და შენ უარზე არ არის ამერიკის უარზეა ხო ხო შენ დაერგება აღარ გვეკითხებიან ხო შენ უარზე არ არის ისე რომ ამერიკული პოლიტიკა უნდა წავიდეს ნატოს გაფართოებისკენ თუ არა საქართველოშიც აღარ არის საქმე ზოგადად ნატოს გაფართოების თემა თუ მოიხსნება რუსეთი დატყარდება საერთაშორისო სისტემის თემა თუ მოიხსნება პრაქტიკულად მოხსნილია ეგ ხო ობამას ბოლოდროინდელი განცხადებები ხო როგორც ჩანს ობამა აპირებს უფრო ესეთ რთულ თამაშს ერთის მხრივ რაღაც საკითხებს მოხსნის ისეც რაც რუსეთს და მეორეს მხრივ რუსეთს მიაწვება კიდეც ესე იგი ეს არ იქნება როგორც ჩანს ხავერდოვანი პარტნიორი კი რა თქმა უნდა იქ ავღანეთია ირაკია ხო ოღონდ არ იქნება არც ყველაფერში ჯინში ჩამჯდარი რა ესეთ შეიძლება რომ ყველაზე დიდი გაუგებრობა მაინც საქართველოს საკითხის ირგვლივ არსებობს ამას სახელმწიფოს შორის რა თქმა უნდა და ის რაზეც ობამამ დაარტყა დღეს იმას პუტინს ფაქტიურად საქართველოსზე დაარტყა იმიტომ რომ ეს იმპერიალისტური და ცივი რეჟიმი ყველაზე მკაფიოდ აგვისტოს მოვლენებში და მერე უკვე დანარჩენ პოლიტიკაში გამოვლენდა ისო და საინტერესო იყო ობამამ ხო ეს განაცხადი გააკეთა თუ მაყურებელს გამორჩა გააკეთა ფაქტიურად ჩამოსვლის წინ რომ
ჩვენ მედვედევთან ძალიან კარგად ვაწყობთ ურთიერთობას და აი პუტინი ცდილობს ურთიერთობა აწყოს ამერიკასთან ისე, რომ მეორე ფეხით იდგეს საბჭოთა კავშირში და ცივი ომის რეჟიმში ცხოვრობდეს. ისე სანამ შემოვიდოდით, ლაპარაკობდით ბატონ სოსოსთან რაღაც გარკვეული სტატისტიკა აქვს მოტანილი, ციფრები თავზე რო დაგვეღერა და მე უბრალოდ მინდა რომ მაიდან გამომდინარე ხო, საქართველოს დაშლა არ არის მარტო დღევანდელი დღის საქმე. აი ბატონებო, ხლა კარგი იქნებოდა საშუალება რო გქონოდა რომ დაგვერეკა ინტერაქტივით ბატონ ზბიგნევ ბჟეზინსკისთან. და ჯერ ინფორმაცია მიგვეწოდებინა და მე პასუხიც მოგვესმინა. ხო, მოგეხსენებათ ნატო ეს ქართველებს ლამაზი ხალის სახელის გამო კი არ მოწონს. არამედ რაღაც ისეთ თავშესაფარადეგულება, როცა საკუთარი სურვილისამებრ ველური მეზობელი თავში არ წამოარტყამს. და ტერიტორიას არ დაგარს. იცით, ეხლა ეს რო იყოს რაიმე ადგილობრივი გამოცემა, კიდე საერთო შეიძლება ყოფილიყო ციფრები ვიკიპედიის ინტერნეტ ენციკლოპედიიდან გამოწერილი. 1918 წელს, როცა გამოცხადდა დამოუკიდებლობა 18 წელს, როცა გამოცხადდა დამოუკიდებლობა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია გახლავთ 107,600 კვადრატული კილომეტრი. 107,600. მთელი საბჭოთა კავშირი გავატარეთ უკვე პერიოდით, როცა 69,7 მეათერი, ანუ 79,700 კვადრატულ კილომეტრს ითვლიდა ქვეყანა. 12,500 კვადრატული კილომეტრი დავკარგეთ 2008 წლის, ასე იგი აგვისტოში. ამდენად დღეს 107,600-დან დაგვრჩა 47,210 კვადრატული კილომეტრი. ნახევარი პრაქტიკულად. პრაქტიკულად 90 წელი დამოუკიდებლობის იდეისთვის არსებობის პროცესში ჩვენ გავინახევრეთ საკუთარი ტერიტორია. არის თუ არა რაიმე ტიპის ნატოსკენ სწრაფვის შედეგი ასეთი სიტუაცია. მაქსიმუმ 12,500 შეიძლება ვედავებოდეთ ნატოს იდეას. რომ არა ნატო, მაშინ არ დავკარგავდით აფხაზეთს. ესეც ცრუ მიზეზია, ესეც დუგინების მოგონილი მიზეზია, რადგან როცა რეალურად თბილისმა დაკარგა კონტროლი ცხინვალზე და სოხუმზე, ნატოს ახსენებდა საქართველოში მარტო ირაკლი წერეთელი. კი, მახსოვს. ამიტომ ადამიანი არ იქნება დაჟინებულად მომთხოვნი იმ ფაქტის, რომ წერეთელი იყოს პასუხისმგებელი იმისა, რომ ეს ტერიტორიები დავკარგეთ. შესაბამისად, თითიდან გამოწვეულია ეს მიზეზი, რომ ნატოსკენ სწრაფვა არის რუსეთისთვის მიუღებელი. შესაბამისად, ჩემის აზრით, ბატონი ბჟეზინსკის მოსაზრებაც, რომ მოდით დავუთმოთ რუსეთს და დავანებოთ თავი საქართველოსთან და მithumetes უკრაინასთან მიმართებაში ნატოს ხსენებას, გააკეთილშობილებს რუსეთს და ააღებინებს ხელს საკუთარ ზნახელს. არ ქონია ბჟეზინსკის იმან უბრალოდ სურათი აღწერა და აღწერა სურათი, რომ თითქოს კომპრომისობა მოითხოვა თავის ხელშიფრება.